ივნისში აღინიშნება სურსათის უნიკობის მსოფლიო დღე და ყოველთვის მეხმოვანდი ხოლმე ამ თარიღს და საუბრობ სურსათის უნიკობის თემებთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ შეაფასოთ ქვეყანაში სურსათის უნიკობის კუთხით არსებული ვითარება, პერიოდულად სურსათის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს ხოლმე კონტროლის შედეგებს, რას გვაჩვენებს ეს შედეგები, რა სურათი ამიმართულებით და თავად გამოწვევად რა რჩება სურსათის უნიკობის ჩვენს ქვეყანაში. მოგესალმებით, მადლობა ამ მოწვევისთვის. Გამოეხმაურები 7 ივნისს სურსათის უნიკობის საერთაშორისო დღეს, რომელიც საქართველოში ბოლო წლები აღინიშნება და ემსახურება ამ სფეროს განვითარებას, ცნობიერების ამაღლებას. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სურსათის უნიკობის მხრივ, თუ გადავხედავთ გასულ წლებს და მონაცემებს, რაც გასულ წლებში ხდებოდა და წლევანდელი და ამ გასულ წლის მონაცემებთან შედარებით, როგორც მომატებული არის სახელმწიფო კონტროლის რაოდენობა, ისე ხდება ობიექტების შემოწმება უფრო მეტი პერიოდულობით, ან უფრო მეტი ობიექტი მოწყდება გასული წლის განმავლობაში, ვიდრე მოწყდებოდა წინა წლების განმავლობაში. ეს რა თქმა უნდა კარგი არის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ობიექტი შემოწმდება, უფრო მეტი კონტროლი იქნება აღნიშნულ სფეროში. რატომღაც მომხმარებლებს და მოსახლეობას სურს ხოლმე რომ ძალიან ბევრი კონტროლი გახდეს და ყველა ობიექტი შემოწმდეს, რაც ფიზიკურად გამორიცხულია, იმიტომ რომ არც საქართველოს მაკონტროლებელ ორგანოს და არც ერთ ქვეყნის მაკონტროლებელ ორგანოს არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ყველა ბიზნეს ოპერატორი შეამოწმოს ძალიან ხშირად. ეს შემოწმება ხდება რისკის ანალიზის საფუძველზე და მოწვდება ის ობიექტები ყველაზე ხშირად, სადაც ყველაზე მაღალი რისკი არის. რამდენიმე ერთვის წინ გამოქვეყნდა 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ინსპექტირების შედეგები, სადაც დაახლოებით 2800-მდე ბიზნეს ოპერატორის შემოწმება მოხდა ინსპექტირებით, საიდანაც თუ სწორად მახსოვს 111 ობიექტი დაჯარიმდა კრიტიკული შეუსაბამობის გამო. ანუ კრიტიკული შეუსაბამობა არის ისეთი დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. და ამ 111 დაჯარიმებული ობიექტიდან იყო სხვადასხვა პროფილის ბიზნეს ოპერატორები, თითქმის ყველა დასახელების, რაც საქართველოში ოპერირებს სურსათის სფეროში და ყველაზე მეტი იყო ხორცის რეალიზაციის ადგილები. ეს არის მაღაზია თუ ასე ვთქვათ აგრარული ბაზარი, სადაც რეგისტრირებულია ბიზნეს ოპერატორი და მის შემოწმება ხდება. შემდეგ მოყვებოდა ტრაფიკების ობიექტები, რაოდენობის ხრი კრიტიკული შეუსაბამობის გამო და შემდეგ უკვე რესტორნები და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე დიდი პრობლემა, თუ ნახავთ ამ მონაცემებს, მაინც არის იმ ადგილებში, სადაც ხდება ხორცის რეალიზაცია. და ძირითადი პრობლემა მაინც არის ისეთი ხორცის რეალიზაცია, რომელიც არ არის შემოწმებული ვეტერინარის მიერ. ანუ დაკლულია სასაკლაოს გვერდის აუზით, რაც ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს და შესაბამისად ყველაზე მეტი კონტროლი მიდის ამ მიმართულებით და მოწვდებიან ესეთი ბიზნეს ოპერატორები. რადგან ისეთი ხორცი რომელმაც არ გაიარა შემოწმება სასაკლაოზე და არ დაიკლა სასაკლაოში, ყველაზე დიდი რისკის მატარებელი არის. რაც შეეხება საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა სურსათის უნიკობის მხრივ, ჩემი აზრით ეს არის გარევაჭრობა ისეთი ადგილებში, სადაც არ ხერხდება კონტროლი, ვერ ახდენს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას და ასე ვთქვათ, იყიდება პროდუქტები ნებისმიერი დასახელების, მათ შორის მალქუჭებადი პროდუქტი ღია ცის არასათანადო პირობებში და რომელიც არის ყველაზე დიდი რისკის მატარებელი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო კონტროლი მათზე ვერ ვრცელდება და ყველა უნდა მოერიდოს ესეთი ადგილებიდან პროდუქტების შეძენას, განსაკუთრებით მალქუჭებადი პროდუქტების შემთხვევაში. ეხლა თუმეტეს ზაფხულის სეზონი არის და თავარი რეკომენდაციები მინდა გთხოვოთ ცხელი დღეებისთვის და გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული იყო ტრიქინელოზის შემთხვევები რამდენიმე თვის წინ, ასევე რაღაც ორი კვირის წინ დაახლოებით იყო საკვებისმიერი ბოთულის სალმონელოზის შესახებაც იყო ინფორმაცია გავრცელებული სააგენტოს დაფიქსირებული შემთხვევები და როგორ ავიცილოთ
როგორ შევამციოთ რისკები და თავარი რჩევები თქვენი რა არის ამ მიმართულებით, რომ საკვებისმცემელი დაავადებები იყოს თავიდან აცილებული და განსაკუთრებით ცხენთნებში. კი ბატონო. რა რჩევებს მისცემთ? როგორც თქვი წეგან, გარევაჭრობა არის ერთი დიდი პრობლემა სუსათესუნებლობის მხრივ, იმიტომ რომ ყველა დიდი რისკის მატარებელია და სწორედ თქვენ რომ აღნიშნეთ ეს დაავადებები, ტრიქინოზის შემთხვევაც, ბოტულიზმის შემთხვევაც ზუსტად გარევაჭრობის ადგილებიდან მოდიოდა. ანუ ის შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა საბოლოო ადგილი, საიდანაც მოხდა ამ პროდუქტის შეძენა, იყო გარევაჭრობის ადგილებში. მით უმეტეს ეხლა ცხელი პერიოდი წარმოვიდა, ზაფხული არის და უფრო რისკი, უფრო მეტად არის, ვიდრე მაგალითად ზამთრის პირობებში, იმიტომ რომ ტემპერატურა მაღალი არის დაახლოებით 30-დან 40 გრადუსამდე შეიძლება იყოს დღის განმავლობაში, რაც თავის მხრივ უფრო აჩქარებს პროდუქტის გაფუჭებას თუ იყიდება არაშესაბამის პირობებში. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ისეთი პროდუქტების შეძენას ღია სივრცეებიდან, რომელი პროდუქტსაც ჭირდება მაცივარი როგორც რეალიზაციის დროს, ისე შენახვის დროს და აუცილებლად უნდა შევიძინოთ შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმებში და აუცილებლად ორგანიზებულ ადგილებში, ისეთ ადგილებში, სადაც ხდება სახელმწიფო კონტროლი და ეს ობიექტები გადიან სახელმწიფო კონტროლს. არ უნდა შევიძინოთ არავითარ შემთხვევაში ქუჩაში დანადები ხორცი და ხორცის პროდუქტები, ძის პროდუქტები და ასე შემდეგ, რადგან ძალიან მაღალი რისკი არსებობს და სწორედ ამ კვებითი მოშხამის ფაქტები სწორედ უმეტეს შემთხვევაში მომდინარეობს ქუჩაში შეძენილი პროდუქტებიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჰიგიენა, პირადი ჰიგიენა, როდესაც რომელიმე პროდუქტს ვამზადებთ და აუცილებელი არის ხელების საფუძვლიანი დაბანა, როგორც პროდუქტის მომზადებამდე, ისე პროდუქტის მომზადების შემდეგ, რომ ავიცილოთ საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციები. ასევე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ქიმიური დაბინძურება, ეს საფრთხე, რომელიც მომდინარეობს სურსათიდან და ნიტრატების შემცველობის სფერო, პესტიციდების. მე მინდა გთხოვოთ აქაც რჩევები, რეკომენდაციები, როგორ დავუხსოვთ თავი აი ნიტრატებისგან, პესტიციდებისგან, ეს რომ გითხრას და ასევე ბევრი ბოლო პერიოდში იყენებს საძვალ აპარატებს ნიტრატების და რამდენად სწორია ეს რომ გითხრათ, რამდენად ზუსტია ეს აპარატები, რამდენად შეიძლება რომ ვიდოთ და ისევ აი რჩევები, როგორ უნდა ამოიცილოთ მასიდანაც საფრთხე. კი ბატონო. რაც შეეხება ნიტრატებს, ეს არის ქიმიური საფრთხე პროდუქტისთვის ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით ამ პერიოდისთვის, როდესაც შემოდის უკვე ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული. ერთ-ერთი გამოწვევა სურსათესუნებლობის მხრივ ზღვარზე მაღალი ნიტრატების რაოდენობა. ეს ნიტრატები არის აზოტმჟავასმარილები, რომლებიც ბუნებაში თავისთვის გვხვდება, ბინადრობს ნიადაგში და ეს ეხმარება ბოსტნეულს ზრდისთვის, განვითარების და კვებისთვის. უბრალოდ, როდესაც ფერმერი იყენებს ძალიან დიდი რაოდენობით სასუქებს, პესტიციდებს, თუ სხვა ქიმიურ დანამატებს, რომ სურს, რომ ეს პროდუქტი იყოს დაცული მავნებლებისგან, კარგი გაიზარდოს, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში სცილდება ზღვარს ეს ნიტრატები და ადის იმ ზღვარზე, რაც არ შეიძლება უკვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ყველა პროდუქტისთვის არსებობს რაღაც რაოდენობა ნიტრატების და იმის ზევით უკვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არის. ერთადერთი იმისთვის, რომ ეს კონტროლდებოდეს, უნდა იყოს საქართველოში პირველადი წარმოება კონტროლის ქვეშ, რაც ნაკლებად კონტროლდება სხვა მიმართულებებთან შედარებით. აი მაგალითისთვის სურსათესუნებლობა არის ჯაჭვი და ეს მოიცავს ფერმიდან სუფრამდე რგოლებს და ეს რგოლები ყველა უნდა კონტროლდებოდეს. პირველი რგოლი არის ფერმა და პირველადი წარმოება, რომელიც ყველაზე ნაკლებად კონტროლდება და ზუსტად ეს უნდა იყოს პირველად ყველაზე ხშირად კონტროლებადი და უკვე შემდეგ რგოლებზე უკვე შედარებით მარტივი იყოს ამ ყველაფრის კონტროლი. იმიტომ რომ თუ ფერმერმა არ დაიცვა ეს ნორმები, რაც მოთხოვნები არ გამოიყენა ნაკლები ქიმიური საშუალებები, მაშინ საბოლოო პროდუქტს მივიღებთ ისეც, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის იქნება საზიანო. სახლის პირობებში მაგალითისთვის თუ მივიტანეთ პროდუქტი და არ გვაქვს არანაირი ხელსაწყო, რითაც შეიძლება გავზომოთ ეს ნიტრატების რაოდენობა, შეგვიძლია წყალში დავაყოვნოთ
გარკვეული რაოდენობით, გარკვეული ხილი და ბოსტნეულია. მაგალითად, ისეთი ხილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წყალში შეიძლება გაჩერდეს. არ შეიძლება მაგალითად მარწყვის და კენკროვანი ხილის დიდი ხნით დაყოვნება წყალში. მაგალითად, პომიდორი, სიტყვაზე, კიტრი, კარტოფილი და ასე შემდეგ. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში რომ დავაყოვნოთ წყალში, 20-დან 40%-მდე ეს ნიტრატების რაოდენობა გამოდის მისიდან. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ხილბოსტნეულის, რომელსაც აქვს თავი და ბოლო მოვაჭრათ, რადგან ყველაზე დიდი რაოდენობა ნიტრატების უბრალოდ თავში და ბოლოში გროვდება. და ასევე მწვანელების შემთხვევაში ღეროში ყველაზე მეტი ნიტრატის შეიძლება არსებობდეს, ამიტომ ღეროები არ უნდა გამოვიყენოთ საკვების მოსამზადებლად და ამით დავიცავთ თავს ზედმეტი ნიტრატებისგან. საქართველოს მონაცემები რას უშველებს ჩვენთან როგორ არის ეს რამდენად პრობლემები არის ნიტრატების შემცველობა საკმაოდ პრობლემულია, იმიტომ რომ როდესაც ტარდება ხოლმე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი შესყიდვები და ანალიზების ჩატარება, ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული რაოდენობით არის ნიტრატები და ეს სწორედ იმას მეტყოლებს, რომ პირველადი წარმოება არ არის შესაბამისი კონტროლის ქვეშ. რომ იყოს პირველადი წარმოება კონტროლის ქვეშ და კონტროლდებოდეს თითოეულ ჰექტარზე თუ რა რაოდენობის ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენოს ფერმერმა, უკვე ამ პრობლემამდე არ მივიდოდ. ზოგადად არსებობს, რომ ზღვარი რამდენი უნდა გამოიყენოს, მაგრამ როგორც დაცვის მექანიზმი, დაცვა ამ ზღვარის და შემდეგ უკვე კონტროლი იშვიათად ხდება და ამიტომ ვიღებთ ამ პრობლემას. უფრო რომელ პროდუქტებში მიიღება ხოლმე ეს უშველებს ეს წლების შედეგები? ყველაზე ხშირად მაინც საზამთრო არის პირველ რიგში, ყველაზე ხშირად რაში შეიძლება იყოს ნიტრატები, შემდეგ მოდის კარტოფილი, ასევე ყოფილა კომბოსტოშიც, იმიტომ რომ კომბოსტო ყველაზე მეტი რაოდენობით შეიძლება შეიცავდეს და შესაბამისად ზღვარის ყველაზე მაღალი აქვს კომბოსტოს სხვა პროდუქტებთან შედარებით. ყოველ წელს თითქმის, როდესაც სახელმწიფო კონტროლი ახორციელებს შესყიდვებს, ვლინდება, ქვეყნდება ეს მონაცემები და ყოველთვის არის გარკვეული რაოდენობის ნიტრატები მაღალ დონეზე. წელსაც სავარაუდოდ გააკეთებს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს შესყიდვებს და გვექნება მონაცემები თუ რა მდგომარეობა ამ მომენტისთვის ბაზარს. მოკლედ ისიც რომ გავამართოთ, გადაჭარბებული რაოდენობის შემთხვევაში რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ადამიანს? კი ბატონო, ეს არის ქიმიური საფრთხე და ზოგადად ქიმიური საფრთხე იმ მომენტისთვის შესაძლებელია ადამიანმა ვერ იგრძნოს და ვერ, ასე ვთქვათ, ამ საფრთხის არსებობა პროდუქტში თავის ორგანიზმზე ვერ შეიგრძნოს. განსხვავებით ბიოლოგიური საფრთხისგან, მაგალითად, თუ არის პროდუქტი დაბინძურებული სალმონელით, ან ნაწლავის ჭხირით, ან რომელიმე ბაქტერიით, როდესაც ესეთ დაბინძურებულ პროდუქტს მიიღებს, სიმპტომები გამოვლენას იწყებს დაახლოებით 6 საათიდან 12 საათის განმავლობაში და მარტივად იგებს ადამიანი, რომ კვებითი ინტოქსიკაცია აქვს, მუცლის ტკივილი ეწყება, გულის რევა, თავის ტკივილი და ასე შემდეგ. განსხვავებით ქიმიური საფრთხისგან, ქიმიური საფრთხე რაღაც გარკვეული დროის შემდეგ გამოიჩენს თავს და შესაძლებელია ძალიან ცუდი შედეგებიც მივიღოთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განვითარდეს მაგალითად რაღაც ისეთი დაავადებები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ. იმ მომენტში არ იგრძნობა ასე ვთქვათ. აპარატების შესახებ რას ვთქვით, ესეც საინტერესოა, რამდენად შეიძლება რომ ვენდოთ ამ ნიტრატების საზომ აპარატს, რამდენად ზუსტი ინფორმაციას გვაძლევს. კი ბატონო, ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ სახლის პირობებში. და როდესაც პროდუქტს შევიძენთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, ეს ლაბორატორიის შესაბამის დასკვნას ვერ მოგცემს, როგორც ლაბორატორია, მაგრამ სახლის პირობებში მშვენიერი გამოსაყენებელი ინსტრუმენტია, რომელიც გარკვეული რაოდენობის ნიტრატებს აჩვენებს და ვიგებთ თუ პროდუქტი რა მდგომარეობაში არის. ასევე მინდა გითხრათ, ძის პროდუქტებთან დაკავშირებით ელექტროდებული ძის სკანდალის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანმა დაიწყო ალტერნატივის ზრდა ქართული პროდუქციის. სოციალურ ქსელებში ეს განსაკუთრებით კარგად ჩანდა, რომ ისმოდა ბევრი კითხვა იმ რა პროდუქტს ჩავარდოთ, რომელს იყენებთ და ბევრი კომენტარი მოხდა შესაძლოა რომ მირჩევიათ საოჯახო
უკავშირდებოდა ამის სკანდალს. რა ის გეტყვით ამასთან დაკავშირებით თავარი რეკომენდაციები არის თქვენი რა არის როცა ის პროდუქტებზე სანდოობაზე არის საუბარი? კი ბატონო. მოკლედ ისეთი შემთხვევა როგორც ამდენიმე თვის წინ მოხდა საქართველოში ისეთი შემთხვევები ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არც ერთ ქვეყანაში არავინ არ არის დასხული რომ მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც დაფიქსირებულია მსგავსი შემთხვევები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქართულ წარმოებას ხაზი უნდა გადაუსვათ და არ უნდა შევიძინოთ რა თქმა უნდა იმ მომენტში მოსახლეობას და მომხმარებლებს ჰქონდათ პროტესტი და სავსებით საფუძვლიანი იყო, იმიტომ რომ ესეთი შეცდომა მოვიდა კომპანიას, მაგრამ ჩემი ინფორმაციით იმის მერე ესეთი შემთხვევა აღარ ყოფილა, უფრო გამკაცრდა კონტროლი და უფრო მეტი პერიოდულობით მიდის კონტროლი, ასე რომ შეგვიძლია ისევ ქართული წარმოებას ვენდოთ, შევიძინოთ ქართული წარმოების ძის პროდუქტები, მაგრამ შესაძლებელია ასევე ალტერნატივა რომ შევთავაზოთ მომხმარებელს ქართული წარმოების შემდეგ აუცილებლად უნდა შევიძინოთ ევროპული პროდუქტები, ანუ ევროპაში წარმოებული პროდუქტები, რადგან მსოფლიოში ყველაზე მაღალი დაცული სურსათის უნებლობის მოთხოვნები სწორედ არის ევროკავშირის ქვეყნებში. პირველ რიგში ვიძინოთ ქართულ წარმოებას და შემდეგ ამის ალტერნატივად უნდა მივიღოთ ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული პროდუქტები. და ყველაზე მაღალი კონტროლი ხდება სოფლიოში ევროკავშირის ქვეყნებში. ანუ ყველაზე მკაცრი რეგულაციები არსებობს და საქართველოში ძალიან ბევრი რეგულაცია სურსათესუნებლობის სფეროში სწორედ ევროკავშირის ქვეყნიდან, ანუ ევროკავშირიდან არის შემოსული, რომელიც საქართველოში ამ მომენტშიც მოქმედებს და ძალაში არის. ძის და ძის პროდუქტების ფასაზე თქვენ თავად გამოცვლებად რას ხედავთ? წარმოებლები კი ბატონო. აი ეს რა პრობლემებს იწვევს, აი რა ჯაჭვი იქნება შემდგომში და თავარი პრობლემა რა არის ეს პროდუქტების? რა თქმა უნდა, პირველი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ნედლრიძის, ასე ვთქვათ, მარაგი და ის რაოდენობა, რაც გვჭირდება წარმოების. ძალიან მინიმალური არის ის იმ რძის პროცენტულობა, რაც საქართველოში იწარმოება ნედლრიძის სახით და რომელსაც შემდეგ უკვე პროდუქტების წარმოებისთვის ვიყენებთ, დაახლოებით 10% არის საერთო რაოდენობის, რაც ძალიან ცოტა არის. პირველ რიგში გამოწვევა არის ის, რომ უფრო მაღალ უნდა გაიზარდოს ძის წარმოება საქართველოში, რომელიც შესაბამისად უფრო მოგცემს მეტრძის პროდუქტს, უშუალოდ ნედლრიძეზე დამზადებულს, რადგან ვიცით, რომ საქართველოში შესაძლებელია არსებობდეს პროდუქტი, რომელიც იყოს ადგენლრიძეზე დამზადებული და ეს დარღვევა არ არის დაშვებულია კანონმდებლობით, უბრალოდ ამ შემთხვევაში არის განსხვავება დასახელებაში, ინგრედიენტების შემადგენლობაში და ასე შემდეგ. მაგალითისთვის არაჟნის დამზადების დროს თუ გამოიყენა მწარმოებელმა აღდგენილი რძე და მცენარეული ცხიმი, მას არაჟნის სახელის დაწერა არ შეუძლია ეტიკეტზე და უნდა დააწეროს ძის შემცველი პროდუქტი. თუ მაგალითად გამოიყენა აღდგენილი რძე და ნაღები, ამ შემთხვევაში შეუძლია არაჟნის სახელის გამოყენება. ანუ ჩვეულებრივი აღდგენილი რძეზე იწარმოება ძალიან ბევრი პროდუქტი, მაგრამ რაც შეეხება ყველს, ყველი აუცილებლად უნდა იყოს ნედლრიძეზე დამზადებული. და თუ წარმოებებს არ აქვს გამოყენებული ნედლრიძე და გამოყენებული აქვს მაგალითისთვის აღდგენილი ანუ ხვნილი, მას ყველის სახელს ვერ დააწერს და ამიტომ ხდება ბაზარზე ანუ ყველის ფორმის პროდუქტი, რომელსაც საერთოდ სხვა სახელი აწერია. ყველი უნდა იყოს დამზადებული მხოლოდ ნედლრიძეზე. და ამ შემთხვევაში ეწოდება ყველის დასახელება. ანუ თუ აწერია ყველი მაგალითად იმერული, მაგალითად სულგუნი ან ქარხნული, ის აუცილებლად უნდა იყოს ნედლრიძეზე დამზადებული. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ ამის დროის დათმობისთვის, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური თემაა და ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სურსათის უვნებლობა. დიდი მადლობა.